დღეს 14 ნოემბერია და დღეს დიაბეტის მსოფლიო დღეა. ვისაუბრებთ დაავადების შესახებ, მოგეხსენებათ ჩაქრიანი დიაბეტით დაავადებული მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად რთულ გამოწვევას აწყდება. მათ სჭირდებათ დიდი ძალისხმევა საკუთარი მდგომარეობის მართვისთვის, ასევე გეტყვით, რომ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. უფრო მეტს დაავადებისა და კონფერენციის შესახებ მოგვიყვება საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე ენდოკრინოლოგიის პროფესორი ბატონი რამაზ ყურაშვილი. დილამშვიდობის ბატონი რამაზ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ბატონი რამაზ, როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს აღინიშნება დიაბეტის მსოფლიო დღე. ჩვენ შევუერთდით. ჩვენ შევუერთდით, რა თქმა უნდა და მაყურებელი შეამჩნევდა, რომ სტიკერები გვაქვს დამაგრებული სწორედ ამ დღის აღსანიშნავად. ბატონი რამაზ, ვისაუბროთ თავდაპირველად კონფერენციის შესახებ, თუ ვთქვათ, როგორ აღინიშნება საქართველოში დღევანდელი დღე და რაზე გამახვილდება უფრო მეტწილად აქცენტები, ასე ვთქვათ, ამ დაავადებას თან დაკავშირებით, თუ არის ბრძოლის მეთოდები, ახალი მიდგომები და ასე შემდეგ. დიდი საკითხები დამისვით. პასუხის გაუძლობა დიდია. ჩემთვის დიაბეტი ისეთი დაავადება, რომელიც თელ მსოფლიოში მატულობს. ჯერ არ არის არც ერთი ქვეყანა, სადაც მისი რაოდენობა კლებულობს. რისკის ფაქტორებიდან გამომდინარე, ასაკი ყველა ქვეყანაში მატულობს, საშუალო ასაკი, ცხოვრების ხანგრძლივობის. ამიტომ ეს ერთ-ერთი რისკის ფაქტორია. 35 წელი არის რისკის ფაქტორი ზევით, თუ ოჯახის წევრები არიან დიაბეტიანები. მაშინ უნდა გაიშინჯოს აუცილებლად, უნდა შემოწმდეს აქვს თუ არა პრედიაბეტი. თუ ოჯახის წევრები არ არის დიაბეტიანები, 45 წლის ზევით უნდა შემოწმდეს აქვს თუ არა დიაბეტი. ეს ადვილი არის, რასაკვირველია. ცენტრებში უფრო ადვილია ამის შემოწმება, ვიდრე ჩვეულებრივ სამედიცინო დაწესებულებებში, იმიტომ რომ ცენტრებში გაცდუნილი ხალხი არის, ყველაფერი იცის, ცოდნა ფიქსირებულია დიაბეტთან დაკავშირებით. ჩვენთან საქართველოში 300,000-მდე დიაბეტიანი პირი არის. და მსოფლიოში 1 მილიარდია, აქედან 600 მილიონი რეგისტრირებული არის. და დანარჩენი არ არის რეგისტრირებული, მათ არ იციან თავიანთი დიაბეტის შესახებ, ან დიაბეტის წინა სტადია პრედიაბეტი აქვთ მათ. ამის გამომჟღავნება აუცილებელია. დიაბეტი არ არის დიაგნოზი, რომელსაც ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, შევხედოთ ეჭვის თვალით, ეს არ არის გადამდები დაავადება. ჩვენთან საქართველოში დისკრიმინაცია დიაბეტიანების მიმართ საზოგადოებრივი აზრი დადებითად არის განწყობილი. კარგად უყურებენ ამ პაციენტებს, ოჯახში უვლიან კარგად მშობლები, უმრავლესობა ცდილობს მოუაროს, რასაკვირველია. და სახელმწიფოს მხრივ სრული მხარდაჭერა არის, უნდა ითქვას, რომ დისკრიმინაცია ამ პაციენტების არ არის. ვერავინ ვერ გაბედავს, რომ სამსახურში არ მიიღონ ეს პაციენტები. დიახ, თქვენ რიცხვი ახსენეთ საქართველოში დაავადებულების, აი ამ სტატისტიკის მიხედვით, რამდენად საგანგაშოა მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში პროცენტულად როგორ შეიძლება რომ სხვა ქვეყნებს რო შევადაროთ, შეგვიძლია 7-ად ვიყოთ. დიახ, მაგალითად გაერთიანებული არაბეთის ემირატებში 30%-ია გავრცელება. თანაც როგორ არის? პირველი თაობაა, იქ მოხუცები არ არსებობენ. იმის გამო, რომ ძალიან დიდი სიცხე არის, ფიზიკურად ვერ ვარჯიშობენ, ვერ მოძრაობენ და ამასთან ერთად მათ აქვთ ისეთი ტრადიცია, რომ ნათესაები ერთმანეთში ქორწილდებიან და ეს ფაქტორების თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ნუ ბევრს მიირთმევენ და ამ კალორიას ვერ ხარჯავენ. შესაძლებლად ისინი სიმსუქნით არიან დაავადებულები. ჩვენთან არის სიმსუქნის და ეს სკოლის დონეზე უნდა გადაწყვეტს პირველ რიგში, თუ გინდა რომ კარგად შევხედოთ ამბავს. და აი ესეთი სიტუაციაა ჩვენთან. გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ბატონო რამაზ არის ასევე შეძენილი, ხომ? და რა არის ეს გამომწვევი მიზეზები, რაც პირველი სიმსუქნეა და უმოძრაობა არის, პირველი სიმსუქნე და უმოძრაობა არის. ძილი დარღვეული რო აქვთ უფროსი ასაკის ხალხს, ესეც არ ვარ. ძილი ნორმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 7-დან 8 საათი. თუ ხანგრძლივად ძინავს პირს, მაშინ ძილი უხარისხო არის. იმიტომ ძინავს ხარის დიდ ხანს 10 საათი. არ უნდა იყოს ესე. ამის რეგულაცია შეიძლება, რასაკვირველია, ამის სპეციალური ექიმები არიან, რომლებსაც შეუძლიათ
ნორმალური დიეტა დაუნიშნო, ნორმალური კვება, ნორმალური ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. სიგარეტის ასევე რისკის ფაქტორი არის, ჭარბი ალკოჰოლის მიღებაც რისკის ფაქტორია. ეს მე ლაპარაკობ იმაზე, რაც დადასტურებულია. ასევე დაბინძურებული ჰაერი. აი მაგალითად თუ საქართველოში თქვათ 8-10%-ია დიაბეტის გავრცელება პოპულაციაში, აი იმ პოპულაციაში რომელსაც აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, 18-დან 20%-მდეა გავრცელება, იმიტომ რომ ზოგადი ჰიპოქსია. დიაბეტი საერთოდ გამოირჩევა დაავადება არის, რომელსაც მაღალი შაქართან დაკავშირებით გლუკოტოქსიურობა ახასიათებს. ასევე დიაბეტი არის დაავადება, რომელსაც ჰიპოქსია ახლავს თან. უმცირეს სიზარღვებში, როდესაც შაქარი მომატებულია, ერითროციტებს არ აქვს საშუალება, რომ ჟანგბადი მიიტანონ ქსოვილებამდე და ადრეული დაბერება ხდება. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ იმის გამო, რომ არ დაემართოთ დიაბეტი ერთი და იმის გამო, რომ თუ დაემართათ დიაბეტი თავს მოუვარონ. და იმ შემთხვევაში თუ თავს უვლიან და მოვლილები არიან საერთოდ კარგი კომუნიკაცია აქვთ დიაბეტიან პირებს ექიმებთან, მათ არავითარი გართულება არ აქვთ. საშიშროება ყოველთვის არის, მაგრამ ეს კონდიცია მათ უნდა შეინარჩუნონ. რასაკვირველია, ისინი იღლებიან ხოლმე ამასთან დაკავშირებით. აი, ამ ბრძოლაში ზოგჯერ ესე იგი შეხვდება, რომ გაუნათლებელი ადამიანია, ესეთ დახასიათებას მიცემს, თქვათ, იტყვის, რომ დიაბეტიან ქალბატონს არ აქვს უფლება შვილი ყავდეს, იმიტომ რომ მისი შვილიც დიაბეტიანი იქნება. ეს მცდარი აზრი არის. ჩვენ საქართველოში ყავს ჩვენი კვლევის ქვეშ არიან 700-ზე მეტი ქალბატონი დიაბეტიანი პირი და ტკბილი დედებს ვეძახით მათ. და მათ სპეციალური მომზადება ჭირდებათ. არის კატეგორია, რომელსაც ემართება ორსულობის დროს. ასეთი კატეგორია მეტი არის. მეორე კატეგორია არის, რომელსაც დიაბეტი აქვს და მათ უფლება აქვთ, რომ შვილი ყავდეს. საქართველოში ამ მხრივ დისკრიმინაცია არ არის. დიახ. რა გამოწვევს ტრადიცია ეს შორის. დიახ. და სხვა უნდა ისწავლონ. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ზოგიერთი არ აქცევს ამას ყურადღებას. ეხლა ხო წარმოგიდგენთ საქართველოს და სოფლიოში რა ხდება. რეპროდუქცია ახალი ტექნოლოგიებით მოდის და შვილების გაჩენა უნდა ხალხს საქართველოში ისეთი ცოდნა დაგროვილი, რომ უცხოელებიც კი ჩამოდიან, რომ აქ ჩვენი ექიმების მეთვალყურობის ქვეშ გააჩინონ შვილები და ჩვენც ჩართულები ვართ ამაში, რომ მათ არ კონდეთ რისკის ფაქტორი, კერძოდ ინსულინ რეზისტენტობა, ჭარბი წონა, პრედიაბეტი კომპლექსურად რომ მოხდეს მეთვალყურეობა. დიაბეტი უკვე ინტეგრირებული დარგია, ესეთ დარგებთან არის ინტეგრირებული გულსიზარდთა დაავადება. თქვენ ხსმენიათ ამ წლის განმავლობაში ჩვენ ხშირად ხვდებით ერთმანეთს და თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ ამას და დიაბეტი და კიბო აფთვისებიანი სიმსივნეები. დიაბეტი თავისთავად ისეთი დაავადებაა, რომ ხელს უწყობს კანცერის განვითარებას. იმიტომ რომ იმუნიტეტი უქვეითდება დავამტყოფებს. დიახ. ბატონ რამეს გართულებებზე მინდა გკითხოთ, ანუ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა პაციენტი მეთვალყურეობს თავის ჯანმრთელობას და სწორ მკურნალობა აქვს მას დანიშნული და მუდმივი კონტაქტი აქვს ექიმთან, შესაბამისად ეს პროცესი მართულია და შესაბამისად უპრობლემოდ მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც არ აქცევს ყურადღებას შესაბამისად, ან შეიძლება გადაცდომები ქონდეს, იმიტომ რომ თქვენ თავად ბრძანეთ, რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე როდესაც იღლებია ამ ხანგრძლივი პროცესით და შეიძლება ვთქვათ რაღაც მომენტში ხელი ჩაიქნიონ და კვების რეჟიმი დაარღვიონ და სხვადასხვა იგივე ალკოჰოლს მიეძალონ და ასე შემდეგ, ხო? აი რა შეიძლება რა გართულება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა, ამის შესახებაც რომ უთხრათ მაყურებელთა შევახსენოთ. აი დიაბეტი, ესე ერთის მხრივ თუ ის მოვლილია, გართულებები არ არის. აუცილებლად უნდა იყოს განათლებული პაციენტი. ცხოვრების ხანგრძლივობა უფრო დიდხანს მიმდინარეობს დიაბეტიან პირებში, ვიდრე არადიაბეტიანებში, თუ ისინი უვლიან ამას. აი მაგალითი, ერთი სახელმწიფო, რომელიც განვითარებულია, მას ბიუჯეტი აქვს დიაბეტისათვის, მოსახლეობა განათლებულია, ისინი დიაბეტის აღმოჩენიდან ცხოვრობენ 60 წელზე მეტი. წარმოგიდგენია, პაციენტები, რომლებიც ცხოვრობენ გაუნათლებელ ქვეყანაში, ნულოვანი არის განათლება, ასევე ბიუჯეტი არ აქვს, არავითარი დახმარება არ არის სახელმწიფოს მხრივ ამ
პროგრამის მხრივ არ არსებობს დიაბეტის პროგრამა, არ არსებობს დიაბეტთან სოლიდარობა, 12 წელი ცხოვრობენ, ანუ 5-ჯერ მეტხანს ცხოვრობს. წარმოიდგინე ხანგრძლივად დიაბეტიანი პირი კომფორტაბელურ სიტუაციაში. გარდა ამისა, აი განათლება ინდივიდუალური, კონკრეტულად რო ვთქვათ, როგორ მოქმედებს. დიაბეტიან ამანტყოფს აქვს დადებითი მეტაბოლური გლიკემიური მეხსიერება. აი თქვენ ბრძანეთ ექიმს უჯერებს ყველაფერს და თუ მოემატა ამანტყოფს სისხლის შაქრის შემცველობა 140-160, ანუ 200 ამანტყოფი გძნობს ამას. წარმოიდგინეთ და პირდაპირ ესე იგი უფრო აქცევს ყურადღებას თუ დაარღვია დიეტა, მეტი ალკოჰოლი მიიღო, მეტი ტკბილეული მიიღო, არ იმოძრავა, გამოტოვა წამალი, ეგრევე პირდაპირ გძნობს. და პაციენტი, რომელიც თავიდანვე ნეგატიურად არის განწყობილი, ის არ დადის ექიმთან, არაფერს არ ასრულებს და 10 წლის მერე ყველანაირი გართულება აქვს და დიაბეტი არის ესეთი დაავადება, მოულელ დიაბეტს აქ იმდენი გართულება, არც ერთ ქრონიკულ დაავადებას არ აქვს ამდენი გართულება. ეს პირველი გართულება შეიძლება ნახოს პაციენტმა საიდან ნერვული სისტემიდან დაბლოება, თქვათ, ფეხის ფრჩხილებზე ზოგჯერ გაუცივდება, ხშირად უცივდება, ღამე სიცივე არა და მე ეს სიმპტომები იცვლება. სიცივე გარდაიქმნება მე მაღალ ტემპერატურად. მე ესე იგი სრულად გამიგე ზრობელობა დაკარგული აქვს. ეს ყველაფერი საშიში არის. ამიტომ აი ჩვეულებრივი ესე ვინც ექიმი არ ფლობს ამ ინფორმაციას, მან არ უნდა მიიღოს ესეთი პაციენტები და პაციენტებიც უნდა ერიდებოდნენ ამ ხალხს, უნდა რასაკვირველია ვიწრო სპეციალობა ენდოკრინოლოგია არის ამას ემსახურება. ყველა ენდოკრინოლოგი და ყველა პროფესორი პრაქტიკულ ენდოკრინოლოგიაში არ მუშაობს. ამიტომ უნდა იყოს სპეციალიზირებული ხალხი ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან ეს დარგები ვითარდება, აი მე ვთქვი რა კარდიოლოგია და ონკოლოგია, ასევე ფილტვების დაავადებასთან დაკავშირებით. ასევე უნდა გითხრათ პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დიაბეტი დაკავშირებულია პირის ღრუს ჯანმრთელობასთან. და უნდა გითხრათ ასევე რომ ჩვენთვის სასარგებლოა რომ ეს ექიმები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, მათ ყურადღება ჰქონდეთ გამახვილებული დიაბეტთან დაკავშირებით. ახლა მსოფლიო სტატისტიკით აი შეხვედრებით ჩვენი ყველაზე ნაკლებად მოცლილები დიაბეტთან დაკავშირებით არიან ასე ვთქვათ როგორ სტომატოლოგები. ისინი ძალიან ხშირად აღმოაჩენენ პირველად დიაბეტს. და ყველაზე ვთქვათ დაშორებული სოფხედულობა გვაქვს ონკოლოგებთან. ონკოლოგებს ძალიან რთული დარგი აქვს და პაციენტებიც ძალიან რთულები არიან მაგათთან დაკავშირებით და თუ სკრინინგი იქნება ამ დაავადებების ერთდროულად ეს იქნება საუკეთესო. აი მედიცინა ასე უნდა განვითარდეს, რომ ფარისები ჯირკვლის პათოლოგიაც მოქმედობს დიაბეტის განვითარებაზე. ფარისები ჯირკვლის კიბოც მატულობს, ამასთან დაკავშირებით ჩვენთან სკრინინგი არსებობს სახელმწიფოში, ეს ძალიან კარგი არის. ასევე კუჭნაცლავის ტრაქტთან ვიცით როგორ არის ნათქვამი ახლა ადრე რო ეძახდნენ მითხარით ვინ არის თქვენი მეგობარი და მე გეტყვით ვინ ხართ თქვენ მითხარით რა სჭამთ და მე გეტყვით ვინ ხართ თქვენ როგორც აღნიშნეთ ესე იგი ანუ გარდა იმისა რომ თქვა კომპლექსური მკურნალობა საჭირო ასევე კომპლექსური კვლევა არის საჭირო თავისთავად ბატონო რაბას როგორც აღნიშნეთ დღეს კონფერენცია უნდა ჩატარდეს და ამ კონფერენციის შესახებ მინდა კითხოთ თუ ვინ დაესწრება და რაზე იქნება ძირითადი აქცენტები პირველ რიგში რასაკვირველია აქ პაციენტები იქნებიან და ექიმები. ყველაზე დიდი რაოდენობა. ასევე ჯანდაცვის ორგანიზატორები, ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოსი, პარლამენტის წევრები იქნებიან, რომლებიც ხალხს ეხმარება, ჟურნალისტები იქნებიან. ჩვენ უკვე გვაქვს ესეთი ახალგაზრდები, რომლებიც არიან მსოფლიო ლიდერები დიაბეტის სფეროში. და ისინი თქვათ, მარტო ჩემი რეკომენდაცია არ ყოფნის, მათ კონკურსი უნდა გაიარონ. ჩააბარონ მათი ცოდნა უნდა შეფასდეს და მე ისინი ასე გაიწევენ წინ ბუნებრივია ისინი ფლობენ დიაბეტის მართვის ანბანს და ასევე ფლობენ ინგლისურ ენას იმიტომ რომ ეს საერთაშორისო არიან ლიდერები უკვე და ასე რომ საქართველოს ამ მხრივ ჩართულია ყოველ მხრივ რამდენი კონფერენცია ყოველ კვირას კონფერენცია ინფორმირებულობის გაზრდა ალბათ საზოგადოების ეს არის მიზანი აი სწორედ ჩვენ დღეს იმიტომ ვართ რომ თქვენმა მაყურებელმა ნახოს რომ აუცილებელია თავის მოვლა დროულად არის საჭირო დიდი მადლობა ბატონო რამაზ ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის და წარმატებებს გისურვებთ შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე ენდოკრინოლოგიის პროფესორი ბატონი რამაზ ყურაშვილი